გონა თქვა რომ მე დიდი პატივისმცემელი ვარ საექსპერტო აზრისა, მათ შორის აქ ბრძანებული ექსპერტების თუ ისინი თავის მოსაზრებებში არიან დამოუკიდებელი პოლიტიკური დაკვეთებისაგან, მაგრამ მაშინ როდესაც 2010 წელს საკონსტიტუციო კომისიაში იყავი როგორც ერთი პარტიის თუ ერთი ხელისუფლების წარმომადგენელი, წელს ხარ რომელიც მეორე ხელისუფლების წარმომადგენელი, 1995 წელს როცა პარტიული დღის წესრიგი ქონდა და პრეზიდენტი გინდოდა ყოფილიყავი, ასეთი ექსპერტების დაჯერების ცოტა მიჭირს და მაინც და მაინც კარგ მდგომარეობაში ვერ ვხედავ იმ პირველ კურსელებს, რომლებსაც ხმაწვილი ექსპერტი ასწავლის აქ სიტუაციას. რატო არ მაცდით ბატონო თენგიზ? რატო არ მაცდით? იმიტომ რომ შეურაცხყოფები არა, მე ფაქტების კონსტატაცია მოვახდინე. ისეთ ფაქტების კონსტატაციას მოვახდინე. თქვენი პარტიაზე და თქვენი ყოფნაზე და ხელისუფლებასთან ურთიერთობაზე და ფულის გაყოფაზე სამ ხელისუფლებაში შეიძლება გაგაგიჟო. ოჩა, კარგი იყო, კარგი. კარგით, ვასრულებთ ბატონ მამუკა, დრო აღარ აგო. ეს იმას ნიშნავდა, რომ იქ მოხდა ზუსტად იქ 10-იანშიო. ვახტანგ, ერთი თემა მე ემოციურად ლაპარაკობ და ქართული ხალხი შეცდომაში შეკავდა, მე ლაპარაკები. და არ გასაგებია, ეს არის. შემდივარ ქართული ხალხის მდგომარეობაში. ქართული ხალხის მდგომარეობაში შევიდა, ვახტანგ, მდგომარეობაში როცა ხმა. ძალიან ცუდია, რომ ერთ თემას არ შევეხეთ ჩვენ და მე მინდა აქედან, თქვენი სტუდიიდან მივმართო ქუთაისელებს. ის სვლილება კონსტიტუციაში რომ აღარ არის მითითებული პარლამენტის ადგილს ამყოფელი აძლევს საშუალებას ხელისუფლებას რომ ქუთაისში აღარ ჩაატაროს სესიები და ისედაც თბილისში ნახევრად გადმოტანილი პარლამენტი საბოლოოდ დაფუძნდეს თბილისში. ეს უნდა იცოდნენ ქუთაისელები. ყველას მინდა გადაგიხადოთ. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ რეკლამის შემდეგ უკვე აუდიტორიასთან ერთად დავბრუნდებით, სტუმრებს კი ვემშვიდობებით. მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის.